მოგესალმებით. დღეს თქვენგან მიღებულ ამონარიდებს ჩაუღრმავდებით. ერთი ძალიან საინტერესო თხრობითი ნაწარმოებიდანაა, ხო? დიახ, ნამდვილად. ჩვენი მიზანია ერთად გავიაროთ ეს ტექსტები და ვეწადოთ გავშიფროთ მთხრობელის სამყარო. ანუ, მისი ოჯახის ისტორია, ქალაქ მეიკომის ატმოსფერო, ის ბავშვობის თავგადასავლები და პირველი შეჯახებები საზოგადოების სირთულეებთან. ეს ნაწყვეტები მართლა სავსეა დეტალებით და რაღაცნაირად უნიკალურ ხედვას გვაძლევს. მზად ხართ? დავიწყოთ. დავიწყოთ. საინტერესოა, რომ ოჯახის ისტორიით იწყება, ხო? საიმონ ფინჩის ამბით. კი, კორნუელელი აფთიაქარი. დიახ, ტექსტში წერია, კორნუელელი აფთიაქარი თან ღრმად მორწმუნე მეთოდისტი, რომელიც ინგლისიდან წამოვიდა დევნის გამო. რელიგიური დევნის გამო, ხო? კი, მაგრამ აქ არის პირველი პარადოქსი. მიუხედავად ამ ღვთისმოსაობისა, ყიდულობს სამ მონასტრს და არსებს მამულს ფინჩის ლენდინგს. ხო, ეს რაღაცნაირად თავიდანვე გიჩვენებს კონტრასტს. ნამდვილად. ეს თავიდანვე გვიჩვენებს იმ მორალურ სირთულეს, რომელიც მერე მთელ მეიკომის საზოგადოებას გასდევს. და ტრადიცია იყო თაობების მანძილზე, რომ ოჯახი იქ ცხოვრობდა მამულში და ბამბით ირჩენდა თავს. კი. და ეს ტრადიცია დაირღვა. მთხრობელის მამამ, ატიკუს ფინჩმა დაარღვია. გადაწყვიტა, რომ სამართალი უნდა ესწავლა. საინტერესო გადახვევაა. ესეც უკვე ბევრს ამბობს, ფიქრობ პერსონაჟზე. თავად მეიკომი. როგორც აღწერილია, ძველი ქალაქია, დაღლილი, მოქანცული. კი. თითქოს დროს გაუჩერებია იქ სვლა. ხო, წითელი ტალახი ქუჩებში, ის საშინელი ზაფხულის სიცხე და ნელი ტემპი. როგორ ფიქრობთ, ეს გარემო უბრალოდ ფონია თუ აქტიურად მოქმედებს პერსონაჟებზე? ვფიქრობ, აქ გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტიც კი. მეიკომის ეს ატმოსფერო, ეს რაღაცნაირი ლეთარგია და იზოლაცია, ეს პირდაპირ კვებავს მის ხისტ სოციალურ სტრუქტურას და ცრურწმენებსაც, რა თქმა უნდა. ანუ, რაც უფრო ჩაკეტილია, მით უფრო არ უყვართ განსხვავებული. არაფერი ისე არ აღიზიანებთ, როგორც განმარტოება ან რაღაც უცნაურობა. სწორედ ამიტომ რედლელის ოჯახი გახდა ასეთი, იდუმალი და ცოტა საშიში ფიგურაც კი. მათი ჩაკეტილობა მეიკომის თვალში თითქმის მიუტევებელი ცოდვაა. ხო, და ბავშვებისთვის ხომ ეს იდუმალება ნამდვილი მაგნიტია. რედლელის სახლი და ის ბოროტი მოჩვენება, ბუ რედლი, ხდება მათი ზაფხულის მთავარი აკვიატება. კი, ფანტაზიის წყარო. ტექსტებში კარგად ჩანს, როგორ თამაშობენ, დილთან ერთად რაღაც დრამებს მის ისტორიაზე და როგორ ცდილობენ, რომ გამოიყვანონ სახლიდან. ის სცენა ანკესით. ხო, ანკესით, რომ წერილს უტოვებენ ფანჯარასთან. თითქოს უბრალოდ თამაშებია, მაგრამ უკვე აქ ჩანს, როგორ ირეკლავენ ბავშვები უფროსებისგან მოსმენილ შიშებს და ჭორებს. ზუსტად, ბუ რედლის, არტურის რეალური სახელი ხომ არტურია. მისი ისტორია ფაქტობრივად აგებულია მეიკომის ჭორებზე. კი, მის სტეფანი კროუფორდის მონათხრობები. დიახ, მის სტეფანის ვერსიით, მამამისმა გამოკეტა სახლში რაღაც ახალგაზრდული ინციდენტის გამო. და ერთხელ თითქოს მამას მაკრატელიც კი ჩაარტყას ფეხში. საშინელი ამბავია თუ მართალია. ხო, და რეალურია თუ არა, ეს ამბები ხაზს უსვავს იმას, თუ როგორ ქმნის საზოგადოება სტიგმას და რა შედეგები აქვს იზოლაციას. ეს სოციალური იერარქია სკოლაშიც ჩანს, პირველივე დღეს. ძალიან საინტერესოა სკაუტის მთხრობელის ამბავი. წერა-კითხვა იცის და მასწავლებელი მის კეროლაინი. ამის გამო უბრაზდება. იმ ახალი მეთოდების გამო. დიუის 10-წილადი სისტემა. ხო, რომელიც სკაუტისთვის სრულიად გაუგებარია და თითქოს ეწინააღმდეგება სწავლის ბუნებრივ პროცესს. და აქვე ჩნდებიან კანინგემები და იუელები. კი, მეიკომის სოციალური ფენები სკოლის კლასშიც იშლება. ატიკუსი უხსნის მერე სკაუტს ამ განსხვავებებს. კი, ძალიან კარგად უხსნის. რომ კანინგემები ღარიბები არიან, მაგრამ პატიოსნები ღირსეულები. ვალს ყოველთვის იხდიან, თუნდაც პროდუქტით, ხილით, შეშით. იუელები, კი. ისინი სამი თაობაა საზოგადოების სირცხვილად ითვლებიან. კანონიც კი მათ მიმართ რაღაცნაირად ბრმაა. და აქ ამბობს ატიკუსი იმ ცნობილ ფრაზას, ხო? დიახ, სანამ სხვის ტკავში არ შეძრები და ისე არ გაივლი, ვერასოდეს გაუგებ მას. ეს ფრაზა ვფიქრობ მთელი ნაწარმოების გასაღებია. ნამდვილად. ატიკუსის პერსონაჟი ისეთია.
მისი სიმშვიდე, პრინციპულობა, განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში ჩანს. აი ის ცოფიანი ძაღლის ეპიზოდი. ტიმ ჯონსონი. ხო, ტიმ ჯონსონი. კაცი, რომელსაც თოფი ეზიზღება, ერთი გასროლით კლავს ძაღლს. ბავშვები შოკში არიან. კი, მათთვის აღმოჩენაა მამის ეს მხარე. ან ის მომენტი, როცა ბობიუელი პირდაპირ სახეში აფურთხებს და ატიკუსი უბრალოდ დგას და იწმენს. წარმოუდგენელი თავშეკავებაა. ეს აჩვენებს, რომ მისი სიმამაცე ფიზიკური კი არა, მორალურია. აბსოლუტურად. ის იცავს ტომ რობინსონს, შავკანიან კაცს, მიუხედავად იმისა, რომ იცის ეს მთელი ქალაქის ზიზღს გამოიწვევს მის მიმართ. ნიგერების მოყვარულის იარლიკს აკრავენ. მძიმეა. და ციხის წინის სცენა, როცა ბრბო მოდის ტომის წამოსაყვანად. აი ეგ ერთ-ერთი უძლიერესი მომენტია. და სწორედ სკაუტი თავისი ბავშვური კულუპყვილო საუბრით მისტერ კანინგემთან სიტუაციას განმუხტავს. ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანური კავშირი, თუნდაც წამიერი, ყველაზე დაძაბულ მომენტშიც შეიძლება მოიძებნოს. კი, და ამ რთული თემების ფონზე არის ის ბავშვური სამყაროც, სითბო. მაგალითად, სკაუტის ურთიერთობა მის მოდისთან. ძალიან საინტერესო პერსონაჟია მის მოდი. ან კელპურნიას ეკლესიაში რომ მიჰყავს ბავშვები. იქ სკაუტი ხედავს კელპურნიას სულ სხვა მხარეს, მის ორმაგი ცხოვრებას, როგორც თვითონ ეძახის. დიახ, როგორ განსხვავებულად ლაპარაკობს თავის საზოგადოებაში. და რა თქმა უნდა, ის იდუმალი საჩუქრები ხის ფუღუროში. აი, ეგ არის ბურედლისთან პირველი ჩუმი კონტაქტი. საღეჭი რეზინის, გაპრიალებული პენები, საპნის ფიგურები. კი, პატარა თოჯინები, რომლებიც მათ გახვანან. ეს არის მინიშნებები, რომ ის ბოროტი მოჩვენება სინამდვილეში შეიძლება სულ სხვა იყოს. და ეს კავშირი, ვიცით რომ ბოლოს კულმინაციას აღწევს, როცა ბუ ბავშვებს იცავს. ასე რომ ამ ამონარიდებში ფაქტობრივად ხედავთ ოჯახურ მემკვიდრეობას, პატარა ქალაქის ცხოვრების სირთულეებს, ბავშვების უმანკოების შეჯახებას დიდების სამყაროსთან, წინასწარ განწყობებთან. და ამავდროულად სიმამაცის სიკეთის გაგების თემებსაც. ნამდვილად. და ალბათ დასასრულს ღირს დავფიქრდეთ ერთ რამეზე. აი, რამდენად ვიცნობთ სინამდვილეში ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს? კარგი კითხვაა. რა იმალება ჩვენი პატარა პირადი მეიქომების დახურულ კარს მიღმა? და რამდენად შეიძლება საერთოდ სხვისი ბოლომდე გაგება, თუ არ ვეცდებით, თუნდაც გონებაში, აი მის ტყავში შევწვრეთ. ეს ის კითხვებია, რომლებზე ფიქრიც ვფიქრობ ამ ტექსტების წაკითხვის შემდეგაც ღირს.